პოლიტიკური პარტიების რეიტინგები დღეს გახდება ცნობილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებით კვლევის მიხედვით მოსახლეობის 3/4-ს ქართული ოცნების გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ასევე ნახევარმარისის ხელისუფლების გეგმების შესახებაც. აქედან გამომდინარე ნავარო ორივე მხარეს მოუწოდა უფრო მეტი ისაუბრონ ხალხთან და გააცნონ რას აპირებენ მომავალში. ქართველი ემიგრანტების აქცია ათენში აქციის მონაწილეებმა სპეციალურ საარჩევნო სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება შეადგინეს, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს გადაეცა. 505 განაცხად საქართველოს საკონსულოს საგარეო უწყებას გადმოუგზავნის. აქცია გაიმართა ქალაქ სალონიკშიც, თუმცა ორგანიზატორების თქმით, ვიცე-კონსულმა ნიკოლოზ ნიკოლაძემ უარი თქვა განაცხადების მიღებაზე. იგი საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლთან ერთად დოკუმენტის ორიგინალსაც ითხოვდა. 200 მოქალაქიდან განაცხადის შეტანა საკონსულოში მხოლოდ 60-მა შეძლო. ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ კონსულმა დრო განგებ გაჭიმა და მოქალაქეთა მიღება 13 საათზე შეწყვიტა. სიებში რეგისტრაციის ვადა 11 სექტემბერს იწურება. ეს არის გაერთიანება, როგორც ვიცით, 16 ქვეყნის ემიგრანტები გაერთიანებული საერთოდ ძალისხმევით, ერთი პათოსით, სულ ყოველს ერთი სურვილით, რომ შეიძლება მალე ნახონ თავისი ქვეყანა, თავისი კერა და თავისი ინტელექტუალური თუ ფიზიკური პოტენციალი მოახმარო თავის ქვეყანას. რა ბედი ეწევა იმ ამომრჩეველს, რომელიც 1 ოქტომბერს მოვა ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში და გამომდინარე ორგანული კანონიდან მას ეთქვიან, რომ არა უმეტეს 1500 ადამიანისა არის შესაძლებელი, რომ საარჩევნო უბანმა მიიღოს და დააფიქსიროს მათი ხმები. რა თქმა უნდა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამას ემატება ისიც, რომ საკონსულო რეგისტრაციაზე აყვანის პირობები არის გაუარესებული, თუ კი საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ჩვენი თანამემამულე არ წარმოადგენს ცნობას და ეს დაკავშირებულია მის შესაძლო დეპორტირებასთან ქვეყნიდან და რაც რა თქმა უნდა ხელოვნურად ზღუდავს ამ მორჩევლის ერთიანი რაოდენობის დაფიქსირებას საარჩევნო უბნებზე.